ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმებაზე პარლამენტი იმსჯელებს მაშინ, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. ფაქტმეტრის დასკვნით, ეს განცხადება არის ტყუილი. 2024 წელს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგები ბარიერ გადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა არ აღიარეს და არ აპირებენ ისინი საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას. მათგან სამი პოლიტიკური პარტიის კოალიცია ცვლილებებისთვის ძლიერი საქართველოსა და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა პარლამენტს ნოემბერში მიმართეს დეპუტატის უფლებამოსილების გაუქმების მოთხოვნით. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-6 მუხლშია მოწესრიგებული. მასში დეტალურადაა გაწერილი პროცედურა, თუ როგორ უნდა შეწყდეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება. ამ მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის მიერ უფლებამოსილების მოხსნის შესახებ წერილობითი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარეს უნდა წარედგინოს და პარლამენტის თავმჯდომარემ დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს ის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. კომიტეტი ადგენს განცხადების ნამდვილობას, გარემოებას, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადებას და არაუადრეს 8 და არაუგვიანეს 15 დღისა ამზადებს შესაბამის დასკვნა. ამავე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს რეგლამენტით დადგენილი წესით შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. კომიტეტი ამზადებს დასკვნას და წარუდგენს ბიუროს. პარლამენტის ბიუროს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობის ან ვადამდე შეწყვეტის საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ განიხილოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. აღსანიშნავია, რომ ამავე პუნქტის თანახმად პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე სხვა კენჭისყრები დაუშვებელია. აქედან გამომდინარე, პარლამენტი ვალდებულია საკითხი განიხილოს რეგლამენტის მიხედვით და არა მაშინ, როცა საჭიროდ ჩათვლის. შესაბამისად, ტყუილი, ასე შევაფასოთ ჩვენ მათიკაშვილის ეს განცხადება, უფრო მეტი დეტალი იხილეთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.